მოგესალმებით კიდევ ერთხელ ირაკლი, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ კოორდინაციის ფორმატში ვრჩებით, შემდეგ კოორდინაციის შეხვედრა, როდესაც შედგება, ეს ყველა ალბათ უფრო ცხადი იქნება. როგორც თავიდან ამ კოორდინაციის მთავარი მიზანი და შეთანხმებაც და მთავარი ამ კოორდინაციის შექმნის არსიც იყო ის, რომ ჩვენ გვემუშავა ერთად ხელახალ არჩევნებზე და პოლიტპატიმრების მიმართულებით, ეს იქნება ისე მთავარი მიმართულებები, იმიტომ რომ ჩვენი ამ კოორდინაციაში ყოფნის მთავარი მიზანი და მიზეზიც ეს იყო, რასაც ყოველთვის გაცხადებულად ვამბობდით აქამდეც და ამის შემდეგაც. ვიკა, გაქვთ თუ არა რაიმე შიდა პარტიული კალენდარი მათ შორის იმასთან დაკავშირებით, როდის რა საკითხი უნდა გადაწყვიტოთ? მესმის, რომ მიიჩნევთ, რომ ეს საჯარო არ უნდა იყოს, მესმის, რომ მიიჩნევთ, რომ ეს ხმებს არ უნდა შეუთანხმოთ, მაგრამ აი თუ გაქვთ შიდა პარტიული კალენდარი იმისა, როდის რასთან დაკავშირებით უნდა გქონდეთ საბოლოო პოზიცია. იგივე ხვდებით ალბათ თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობ ძირითადად. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი მოქმედებს არჩევნებამდეც ჩვენი სტრატეგია იყო ასეთი და არჩევნების შემდეგაც მოქმედებთ გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული გაწერილიაც გეგმა, გარდა ამისა ვითვალისწინებთ ყოველთვის გარე მდგენელებს, რომელიც დღეს მით უმეტეს არის ძალიან არასტაბილური, ამიტომ ჩვენ არ ვჩქარობთ არასდროს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს რაც პოპულიზმს ან ემსახურებოდეს ერთდღიან რეიტინგს ან ასე შემდეგ. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ პროცესი, რომელსაც ჩვენ შევქმნით, ამ პროცესში, რომელშიც ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, დამაზიანებელი არ იყოს არც პროტესტისთვის და დამაზიანებელი არ იყოს პირველ რიგში სახელმწიფოსთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი არჩევნების შემდეგ უკვე ყველა ნაბიჯი მიმართული იყო აქეთკენ. და დღესაც ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ არის ამისთვის დრო, როგორც კი რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, კი თუ არა, როგორც კი მივხვდებით და როგორც კი ეს ძალიან აშკარა იქნება, რომ აღარ არის სივრცე და აღარ არის დრო ამაზე მსჯელობის და უნდა მივიღოთ ამაზე გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუმცა ჯერ კიდევ არის ამაზე დრო, რომ ჩვენ გაცხადებულად განვაცხადოთ ან კი ან არა. ვიკა, აქციებთან დაკავშირებით უნდა გკითხო. აქტიურად ხარ ჩართული ამ აქციებში იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც რუსთაველზე ხალხმა შეკრება დაიწყო. ახლა აი უკვე 17 აპრილია, ხო? და კი, კვლავ რუსთაველის გამზირი იკეტება, თუმცა ბევრს აშინებს ის, რომ აღარ იკეტება იმ რაოდენობით, როგორც იკეტებოდა და თითქოს მუხტი გაქრა. ასე უყურებ, რომ მუხტი შენელდა ნამდვილად თუ ბუნებრივიც კი არის ამ ხანგრძლივობის პროტესტისათვის, რომ მას ჰქონდეს აი ესეთი შემცირების მომენტი. მე მგონია, რომ ამ პროტესტმა შეძლო იმაზე მეტი, ვიდრე ყოველს მოლოდინი ჰქონდა, იმიტომ რომ 4 თვე ურთულესია იდგე ქუჩაში და ეს მოლოდინი ალბათ ჩვენ თვითონაც არ გვქონდა, როცა პირველად ქუჩაში გამოვედით. ამ პროტესტმა შეძლო ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ეს არის რომ დღეს დე-ფაქტო ხელისუფლებას არ აქვს გარე ლეგიტიმაცია და არ აქვს შიდა ლეგიტიმაცია. ეს თავიდან ბოლომდე არის ამ ადამიანების დამსახურება, ვინც ქუჩაში დგას. ამ პროტესტმა მერე მიიღო ბევრი სხვადასხვა სახე. მე არ მგონია, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს რუსთაველზე არ დგან ამ პროტესტში არ არიან ჩართული. მე მგონია, რომ ყველა ადამიანი თავისებურად ამ პროტესტში მაინც ჩართულია, იმიტომ რომ ვიღაცები მიხვდნენ, რომ უფრო აქტიურად გადასულიყვნენ ინფორმაციულ ომში. ვიღაცები სახლში დაждდნენ და იბრძვიან პროპაგანდასთან. არიან ადამიანები, რომლებიც რეგიონში დაბრუნდნენ და რეგიონში აკეთებენ იმ მნიშვნელოვან გასაკეთებელს, რომელიც ამ პროტესტს ეხმარება. ქუჩაში დგომა და გარეთ გამოსვლა ჩვენ წინა დღესაც ვნახეთ ხო სტუდენტების აქცია და სტუდენტების მარში. არასდროს არ იქნება პრობლემა, იმიტომ რომ ყოველთვის ყველა მზად არის, რომ გამოვიდეს ნებისმიერ გადამწყვეტ მომენტში ისევ ქუჩიდან იბრძოლოს, მაგრამ მეც მგონია, რომ რაღაცა კუთხით ძალიან სწორი და ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტის ფორმების ცვლილება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქუჩაში არ უნდა ვიყოთ. ქუჩაში დგომა არის ერთ-ერთი პირველი ბერკეტი, რაც დაგვიტოვეს და დანარჩენი სხვა
ფორმები ალბათ დრო არის, რომ უფრო პრაგმატული, უფრო გათვლილი პროპაგანდასთან საბრძოლოდ მნიშვნელოვანია რომ შემოვიდეს ამ პროტესტში. პროტესტს ბევრი ფორმა აქვს და ეს ბევრი ფორმა ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად და კარგად ჩანს. ასპარეზზე აქედან გამომდინარე მე ვერ ვიტყოდი რომ მუხტი მინელდა, უბრალოდ ამ მუხტს მიეცა სხვადასხვა სახე. ბრაზმა ამოწურა თავისი შესაძლებლობა და თავისი სივრცე და ეხლა უკვე შემოვიდა სხვა მნიშვნელოვანი პროტესტის ფორმების დრო და ადგილი. ვიკა უნდა გთხოვოთ შეფასება ასევე გუშინ დავით დოიაშვილი გაათავისუფლეს თეატრის ხელმძღვანელობიდან. ეს განსაკუთრება კულტურის ეგრეთ წოდებულმა მინისტრმა მიიღო. ამას და ეს არის თეატრი, რომელიც ამ პროტესტში ძალიან აქტიურად იყო ჩართული. მათ შორის როგორ აღიქვა თეატრის და ხალხის როლს ამ პროტესტში და შეფასებას მოითხოვს გონეს განსაკუთრება მათ შორის პოლიტიკურსაც პოლიტიკოსების მხრიდან. ხელოვანებმა და კონკრეტულად მსახიობებმა და თეატრმა ამ პროტესტში ძალიან დიდი როლი ითამაშა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის ალბათ ეს ადამიანები გახდნენ გარეთ გამოსვლის პირველი мотиваცია, იმიტომ რომ ადამიანები ვისაც ტელევიზორში უყურებდნენ და იყვნენ მათთვის მისაბაძი ადამიანები და მათთვის ძალიან ისეთი საყვარელი მსახიობები, როდესაც დაინახეს რომ ეს ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, ბევრი ადამიანისთვის ესეც мотиваცია იყო, სწორედ ამიტომ გახდა დიდი დარტყმის სამიზნეც თეატრი და მსახიობები მათ შორის. გუში რაც მოხდა ეს მე პირადად არ გამიკვირდა, იმიტომ რომ არაერთხელ გვინახავს ამ ხელისუფლებიდან, ამ დე-ფაქტო ხელისუფლებიდან მსგავსი ქმედება, როდესაც მათ ვიღაცა ეწინააღმდეგება, ან არიან ადამიანები, მათ პროფესიონალიზმს აღარასდროს აღარ ითვალისწინებენ და თუმცა გუშინ დელი დღე მაინც რა თქმა უნდა რთული იყო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ძალიან ახლად დავინახეთ დიქტატურა როგორ შედის ყველა სფეროში და როგორ შეიძლება რომ ყველა სფეროს დაეწყოს მავნე ხელი, როდესაც ქვეყანაში მყარდება დიქტატურა და ეს მე მგონი კიდევ ერთი განგაში სიგნალია, არა კიდევ უფრო გაბრაზების, არამედ იმის, რომ უკვე ყველა თანხდებით რომ გვაქვს დიქტატურა, ამიტომ დრო არის რომ ვიმოქმედოთ გაცილებით უფრო სწორად, ვიდრე გვიმოქმედია ოდესმე. მადლობა ძალიან დიდი ვიკა ფილფანი გვერდებოდა ახლა წარმატებები ვიკას